მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. დღეს ვისაუბრებ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის განხორციელებულ სატელეფონო ზარზე. ალილუია, როგორც იქნა შესდგა ეს საუბარი. ერთი თვეც არ გასულა და უკვე ორივე პოლიტიკური ფიგურა, ორი იმპერიის მმართველი შეთანხმდნენ, რომ უკვე დროა, რომ ისაუბრონ უკრაინა-რუსეთის პრობლემის გადაჭრაზე და მე მგონი მსოფლიოს გადანაწილებაზეც უკვე არის საუბარი. შეგახსენებთ, რომ ამ ყველაფერს წინ უძღოდა ვინმე მარკ ფოგელის განთავისუფლება საპატიმროდან. ეს მარკ ფოგელი არის პროფესიით პედაგოგი. იგი ასწავლიდა მოსკოვში, დიპლომატიური კორპუსში დასაქმებულთა შვილებს და მას ბრალდებოდა ნარკოტიკული ნივთიერებების ბუნებრივი არალეგალურად გატანა საზღვარზე. მის ჯილი ჰქონდა 14 წელი, 3.5 იჯდა და პირველი ნაბიჯი გადაიდგა. და ამ ყველაფერს ჰქონდა პოლიტიკური საფუძველი, ბუნებრივია. რაღაც კეთილი ნების ნაბიჯი უნდა გადაადგმულიყო ან ერთი ან მეორე პოლიტიკოსის მხრიდან, რომ შემდეგ ერთ ნაბიჯის მეორე მოყოლო და მეორეს მესამე და ასე შემდეგ. თანამედროვე პოლიტიკა ასე კეთდება. აქ კიდევ ხაზგასმელი ერთი გარემოება, რომ თურმე ამ მარკ ფოგელის დედას შეხვდა ტრამპი წინასაარჩევნო ერთ-ერთ რალიზე და როგორც ჩანს ეს ქალბატონი არის ტრამპის გულშემატკივარი და შეშივლა ერთ-ერთ შეხვედრაზე, ყოჩახრო შეძლო და მიიტანა ეს თავის წუხილი დონალდ ტრამპამდე და ტრამპმაც რა ტრამპი იქნებოდა რო არ დაპირებოდა და მithumetes არ შეესრულებინა ეს დანაპირები და მოკლედ ეს ძალიან დიდი კარგად გათვლილი პიარული ნაბიჯია, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ამას ძალიან დიდი დადებითი რეზონანსი მოყვა. ეხლა აქ მნიშვნელოვანია ვინ შეასრულა ეს საქმე. და ეს არის ვინმე სტივ ვიტკოფი, რომელიც არის ბიზნესმენი პროფესიით, თურმე არის ტრამპის ადრეული მეგობარი, ანუ დიდი ხანია ერთად საქმეში არიან, უამრავი საერთო პროექტი ქონიათ, დეველოპერული და არა მარტო და საერთო პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს. მაგრამ ვინც ახლა მოვლენებს აკვირდება, ალბათ ატყობთ, ხო, რომ საქმეში შემოყავს არაპროფესიონალი ფიგურები, მაგრამ რომლებთაც აქვს უნარი, რომ მოაგვარონ საქმე. ეს ძალიან დიდი, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ესეთი ფიგურა არის ვინმე სტივ ვიტკოფი. და როგორც ჩანს, მართლა გავლენიანი ფიგურაა, შეგახსენებთ, რომ იგი არის მივლენილი ახლო აღმოსავლეთის ტრეკზე, თუმცა მე მისი სახელი და გვარი სანამ ეს ამბები არ დატრიალდებოდა და მოსკოვში არ ჩაფრინდებოდა თავის ბიზნეს ჯეტით, მე ნაკლებად ვაქცევდი ამას ყურადღებას. იმიტომ კი არა, რომ ახლო აღმოსავლეთის ტრეკი არ მაინტერესებს. უბრალოდ იქ იმდენად ეხა მნიშვნელოვანი ამბები ამას შემდეგ ვიდეოზე მოგახსენებთ ერთ-ერთს მივუძღვნი კიდევ ერთხელ ახლო აღმოსავლეთს, მაგრამ აქ იმას მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეს პირი, რომელიც თურმე ახლო აღმოსავლეთის ტრეკზეა, პლუს შეუძლია ესე რაღაც რუსეთში ჩავიდეს და რაღაც საერთო ენა გამონახოს რუსეთის ხელმძღვანელობასთან, ბუნებრივია ტრამპის ხელდასმით და მოკლედ ხუთიანზე შეასრულა თავის საქმე, როგორც ამბობენ, დიდი ხნის განმავლობაში იყო მოსკოვში, ანუ ჩაფრინდა და მედიაშიც გავცელდა, რომ დაუშვათ რამის თვითფრინავის მარშრუტს გიაყვნენ და ასე შემდეგ, ხო, მიცით, ბევრს ეგონა, რომ ეს ყველაფერი ფეიკი იყო, მაგრამ აღმოჩნდა სინამდვილე, ჩავიდა დობით აღჭურვილი პირი დონალდ ტრამპისა და საქმე მოაგვარა, ჩამოიყვანა პიროვნება და აქედან იწყება მთავარი, რაზეც მინდა მე ახლა თქვენ გესაუბრო და რაზეც მინდა მე გავამახვილო ყურადღება. ვინც დააკვირდით პრესკონფერენციას, იქ იყო უამრავი სასიამოვნო საუბარი რუსეთის მიმართ და კერძოდ დონალდ ტრამპმა არ დაიშურა კომპლიმენტი პუტინის მიმართ. იმდენი კომპლიმენტი ითქვა, იმდენი ქათინაური, რომ ამ ბოლო დროს ამ თანამედროვე სამყაროში ქალბატონებს არ აძლევენ ამდენ კომპლიმენტს, მაგრამ როგორც ჩანს, რაღაცა ძვრები დაიწყო და საკმაოდ სერიოზული, საკმაოდ საფუძვლიანი.
შესაბამისად, რუსეთშიც მერე დიმიტრი პესკოვი, ვლადიმერ პუტინის პრესასახურის უფროსი, მანაც საპასუხო განცხადება გააკეთა და იმ განცხადებაშიც ნათქვამია, რომ პუტინმა ასევე დიდი პატივისცემით და მოწონებით დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების მილოცვის და ასე შემდეგ, მოკლედ განცხადებას მოყვა, როგორც ჩანს, პირადი საუბარიც საკმაოდ თბილი აღმოჩნდა. შეგახსენებთ, რომ პირველი მმართველობის დროს არ ჰქონდათ მათ ცუდი ურთიერთობა, უბრალოდ ტრამპს არ უარგოდა გუნდი და ალბათ მეტის გაკეთება შეიძლებოდა, მაგრამ არაპროფესიონალების ხელში რაც გააკეთა, ისიც გასაკვირია. სამაგეროთ მეორე საპრეზიდენტო პერიოდში უკვე დაიყენა ის ხალხი გვერდში, ვინც იცის საქმის კეთება. თუმცა პოლიტიკასთან თურმე საერთოდ არ ქონიათ არანაირი შეხება. ჯერ ის რა დღის, რომ ილონ მასკი რამხელა საქმეებს აკეთებს და რამხელა სამსახურები ჩაიბარა. ეხლა აქ ჩდება ესეთი ალბათ თქვენს გაგიჩნდებოდათ ლოგიკური კითხვა. აი ამას ხა რა მოყვება? ანუ რას დათმობს ამერიკის შეერთებული შტატები და ბუნებრივია რას დათმობს რუსეთი. მაგალითად რუსეთის მედიაში ხუმრობდნენ კიდეც რაღაც ერთგვარი რაღაც სატელევიზიო შარჟებიც კი გავიდა, რომ ამ ვინმე მარკ ფოგელში გაიცვალა ოდესა. ვიღაცამ თქვა, რომ ხერსონი. ბუნებრივია ესეც არ არის, მაგრამ ესე იგი იმდენად exchange-ის რეჟიმია, რომ რაღაცაში უეჭველი გაიცვლება, რაღაცაში დაითმობა და ასე შემდეგ. და როგორც ჩანს, ერთ-ერთ ჩემ წინა ვიდეოში ვთქვი, რომ ეს არის ძვირფასი წიაღის საბადოები. მაგრამ ეს ძვირფასი წიაღის საბადოები მხოლოდ გაცვლის თემა არ იქნება. აქ როგორც ჩანს უფრო მეტია მოსალოდნელი, ბუნებრივია ხვალ ზექეს გამოჩნდება საათნახევრიან საუბარში, რაც ოფიციალურად გამოქვეყნდა, საკმაოდ ისეთი კონსტრუქციული საუბარი იყო, მაგრამ ბუნებრივია იქ რაც ისაუბრეს პრივატულად, იმას ჩვენ ვერ გავიგებთ, სანამ ფაქტის წინაშე არ დავდგები და რაღაც შედეგი არ დადგება. და უკრაინა როგორც ჩანს დათმობს არაერთხელ მithქვამს და ეხაც ვიტყვი იმოთ ხოლკს პლუს ყირიმს და აი აქედან უკვე ასათვლელია კიდევ რას. აი ეს არის მნიშვნელოვანი. და სამაგიეროდ აქ უკვე ისმის კითხვა თვითონ ვლადიმერ პუტინი და რუსეთის სახელმწიფო რას გაიღებს სამაგიეროდ. შეიძლება იყოს ცენტრალური ამერიკაში პოზიციები, იგივე კუბა, ამას წინათ ვისაუბრე, იგივე დავუშვათ ვენესუელას მხარდაჭერას შესუსტება, ან კიდევ რიგი საკითხები. ეხლა გადმოვიდეთ ახლო აღმოსავლეთში. არ დაგვაუვისდეს, რომ სირიაში რუსეთის ორი სამხედრო ნაწილი დგას. შეიძლება იმის გაყვანაც იყოს მოლაპარაკების თემა. ასევე აფრიკის კონტინენტზე რუსებს სერიოზული ინტერესი აქვს. შეიძლება აქაც რაღაც შემხედრი ნაბიჯები გადაიდგას. და აი ესე და ამგვარად. ფაქტია, რომ მოლაპარაკება დაიწყო, ორივე მხრიდან არის საქმიანი ხალხი ჩართული, მე ხა რუსეთის სახელმწიფოდან ისეთი პოლიტიკური ვერტიკალია, რომ იქ ალბათ შეუვალია ეს პროცესი და იქ ვინც აკეთებს, ვინც იწყებს და ვინც ამთავრებს, ხა ყველა მიცით და ამერიკის მხრიდან საკმაოდ საქმიანი ხალხი უდგება ამ პროცესს თურმე, რაც შემთთვის მართლა საკვირველი იყო. მე მეგონა, რომ თანამედროვე პოლიტიკა კეთდებოდა პოლიტიკოსების მხრიდან და ყოველთვის ეჭვით უყურებდი ბიზნესმენებს, ვინც პოლიტიკაში იყო და აი ტრამპმა ეს სტერეოტიპი დაარღვია რა. ბიზნესმენების გარემოცვა და ყველა საქმიანი გამოდგა და ყველა საქმის გამკეთებელი. თან ისეთი, რომ ბარეორ პოლიტიკოს რო არ გამოუვა. ეხლა მიუნხენში ჩავლენ და იქაც საკმაოდ დიდი დესანტი გადასხა, ვიცე-პრეზიდენტი იქნება ბუნებრივია ჯეი დი ვენსი, იქნება სახელმწიფო დივნის თავმჯდომარე მარკო რუბიო და მოკლედ ევროპასთანაც
დაძრავენ თემას და როგორც ჩანს აი ამ სატელეფონო ზარის მერე უკვე ევროპელებს მე არ ვიცი რა აქვთ საპასუხოდ წარმოუდგენელია საპასუხო სანქციები კი ბატონო შეიძლება წადონ მაგრამ რა შედეგზე გავლენ ამიტომ მე ვფიქრობ რომ ეს განხორციელდა ზუსტად იმ პერიოდში და იმ დროს სანამ ტრამპი დაელაპარაკებოდა დასავლეთ ევროპას. მოდით ვთქვათ ევროპას, დასავლეთს, აღმოსავლეთს, ევროპა. მერე დაიყოფიან, როცა მაგის დრო მოვა. და ასე და ამგვარად. ეხლა აქ მნიშვნელოვანია კიდე მეორე მომენტიც, რომ იმდენად ძლავრად უჭირავს ეს სატარიფო პოლიტიკა, როგორც იარაღი ტრამპს, რომ როგორც წინა ვიდეოში გითხარით, კანადა და მექსიკა ხო დაიყოლია, იქ პანამა საერთოდ უარი თქვა ჩინურ პროექტებზე და ერთი გზა ერთი სარტყელიდანაც აპირებს გამოსვლა, შეიძლება გამოვიდა უკვე, ყოველ შემთხვევაში დაანონსებული ქონდა. და ამ იარაღს ტრამპი თავის საპროცენტო ტარიფის იარაღს იყენებს საკმაოდ წარმატებით და ალბათ მიიტანს შემდეგი შეტევა ევროპას რო მოაგვარებს, მერე იქნება ბრიქსის ქვეყნები. და შეგახსენებთ, რომ ახალი დანიშნული იყო ინაგურაციის მე რამდენი დღე იყო ზუსტად ვერ გეტყვით, ალბათ მეორე მესამე რომ თქვა, რომ თუ ბრიქსის ქვეყნები გამოვლენ დოლარის ზონიდან, მე მათ დაუწესებ წარმოუდგენლად დიდ ტარიფებს, რასაც ისინი ვერ გაუძლებენ ფაქტობრივად დაიშლებიან. და შეგახსენებთ, რომ კანადა და მექსიკა იმდენად ძლავრი ქვეყნებია, რომ მათი მსგავსი წარმომადგენლები ბრიქსის დაჯგუფებაში ბევრი არ არიან. ალბათ რუსეთი და ჩინეთი, შეიძლება ინდოეთიც კიდე. თუმცა თლად საპირწონე შეიძლება ვერც ერთი ვერ იყოს. ანუ ეს რატომ მოიყვანეს მაგალითი, სადაც კანადა და მექსიკა დაიყოლია, წარმოგიდგენიათ ახლა ბრიქსის ქვეყნებს რო დაიწყებს შენჯღრევას, იქ შედეგი ბევრად შეიძლება სწრაფად დადგეს. აქედან გამომდინარე უტევს საკმაოდ კარგად, საკმაოდ მყარად და მე ესეთი ეჭვი მიჩნდება, რომ შესაძლოა უახლოეს მომავალში რუსეთი და ამერიკა იქცნენ ერთმანეთის სიტუაციურ პარტნიორებად. და პირველ რიგში შესაძლოა ეს განხორციელდეს იმიტომ, რომ ერთმანეთს ხელი შეუწყონ ევროპის გაკულაკებაში. პირდაპირ გაგებით ვამბობ, იმიტომ რომ ამერიკელებსაც ალბათ უკვე ხელში ყავთ ეს კოლექტიური ევროპა, რომელსაც ალბათ რავი თითქმის 20 წელია, 25 წელია რომ AES-ზე მიათრევენ, დოტაციაზე ყავთ, ნატოში ყველაზე დიდი შენატანი ამერიკელებს, ჯარს ინახავენ, ეხმარებიან ფინანსურად და ასე შემდეგ და მოკლედ რო გითხრათ რომ დიდად ევროპაზე ზრუნავს ტრამპი არ ვიქნები მართალი და თქვენც ალბათ იცით ამისთან დაკავშირებით და რაც შეეხება რუსეთის დამოკიდებულებას ევროპის მიმართ, ეს გასაგებია, რომ უკრაინასთან ომის გამო დაიპირისპირა უმეტესი ევროპის სახელმწიფოები, დასავლეთ ევროპა მთლიანად, ბალტიისპირეთი და ბალტიის ზღვაში რაღაც პროვოკაციებს უწყობენ, უბლოკავენ გემებს და ასე შემდეგ, ასე რომ რუსეთსაც მოსაშორებელი ყავს ეს ევროპა. ყოველ შემთხვევაში კოლექტიური ევროპა ევროკავშირის სახით, თორე რომ დაიშლებიან მერე და ცალკეულ სახელმწიფოებად. მერე ბუნებრივია უკვე უფრო ადვილი და უფრო ესეთი ადვილად სამართავი პროცესი დაიწყება, როგორც ამერიკის მხრიდან სხვათა შორის, ასევე რუსეთის მხრიდან. და აი აქ ახლა უკვე ჩემი მთავარი კითხვა. თუ ბრიქს დაუპირისპირდა და გატეხა პლუს ევროპა შეასუსტა და ჩინეთის ინტერესებს როგორც გითხარით, როგორც ჩრდილოეთ ამერიკაში ურტყავს, ასევე აპირებს რომ შეავიწროოს ბრიქსის ზონაში და ბუნებრივია წყნარი ოკეანის აუზში, ტაივანი, იაპონია, იქ ჩინურ ზღვაში და ასე შემდეგ, იქ არის საზღვაო გზები, რომლის კონტროლის აღების შემდეგაც ფაქტობრივად ჩინეთი შეიძლება მოხდეს ბლოკადაში. და ეხლა მაინტერესებს ერთი რამ, ალბათ თქვენს გაგიჩნდებოდათ ეგ შეკითხვა, რომ ეს აბრეშუმის გზა, ანუ აღმოსავლეთიდან დასავლეთის გზა,
რომელიც უნდა გავლილიყო საქართველოზე ანაკლის სპორტის მშენებლობით და მე თვითბრუნვა გაზრდილიყო ენო რაოდენობით, ბუნებრივია ეს ტვირთი ხო ვიცით რომ მიდიოდა ევროპაში. და აი დაუძლურებული და მყიდველობის უნარიან დაქვეითებულ ევროპაში რამდენად დიდი ინტერესი ექნება უკვე ჩინეთს, რომ ეს ამხელა მოცულობა ტვირთები დაუშვათ ზიდოს იქითკენ და მით უმეტეს ამ მაგისტრალის გაკეთება ძალიან დიდი ფული ჯდება და იმ ანაკლის სპორტის აშენებაც ხომ წარმოგიდგენიათ, ეს ალბათ თავისი ინფრასტრუქტურიანა რამდენიმე მილიარდს იტევს. და მე მიჩნდება ესეთი კითხვა, რომ ჩვენ რა აი ამ ყველაფრის მერე რაც მე თქვენ მოგიყევით, რაც ალბათ ნაწილობრივ თქვენც იცოდით მედიიდან გამომდინარე. თუ ბრიქსმა დაკარგა მნიშვნელობა, ჩინეთმა დაუშვათ გადახედა თავის საგარეო პოლიტიკას და ეს ერთი გზა ერთი სარტყელი და პანამის ამ პროექტიდან გამოსვლა რაღაც ცუდად მენიშნა, მაშინ მაინტერესებს ჩვენ რა, საქართველოს რა. თუ ის ანაკლის სპორტი ან შეყოვდა, ან საერთოდ ჩინეთმა გადაიფიქრა დასავლეთ მიმართულებით ტვირთების გადაზიდვა. გამომდინარე იქიდან, რომ ყიდველობითი უნარი ევროპას აღარ ექნება უახლოეს მომავალში. ეს ერთი შეკითხვა. და მეორე შეკითხვა ეს უფრო ეჭვია. ერთ-ერთ ვიდეოში მე მოგახსენეთ, რომ ამერიკელებმა ისეთი მეთოდით დაიწყეს პალესტინის საკითხის მოგვარება, რომ მე ვარაუდი გამოთქვი, რომ ეს თუ ამერიკელებს გაუვიდათ, ეს არის ნიშანი ყველა დიდი სახელმწიფოსთვის, რომ თავის პრობლემები გადაწყვიტონ ძალის მიერად. და ბოლო ერთი კვირა ესე იგი გაათმაგებული ძალით მიდის მედია სივრცეში გაპიარება აფხაზეთისა და რუსეთის ფედერაციის რაღაცა ახალი დაახლოების. ალბათ დაინტერესებულმა პირებმა იცით, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში საკმაოდ დაძაბული იყო ურთიერთობა აფხაზეთსა და რუსეთს შორის, არ აძლევდნენ საპენსიო ფონდს, არ აძლევდნენ დანამატებს, არ იხდიდნენ, არ უფარავდნენ ელექტროენერგიის საფასურს და მოკლედ მთელი პრობლემა იყო, იქ გამოსვლები იყო, იქ პრეზიდენტიც გადადგა და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ბოლო ერთი კვირა რუსეთის ფედერაცია პირდება, რომ სოხუმში ახალი აეროპორტი აშენდება, რომ განსაკუთრებულად ჩავლენ ტურისტები, იქ ინფრასტრუქტურა, სასტუმროების მშენებლობა და ასე შემდეგ და აი ეს ჩემი ეჭვის ნაწილობრივ გამართლება ხომ არ არის, იმიტომ რომ შეიძლება პუტინმა ჩათვალა და რუსეთის ფედერაციამ ზოგადად, რომ თუ შეიძლება ღაზაში ამ სახით მოგვარება პრობლემის, რატო არ შეიძლება რომ დაუშვათ აფხაზეთი აი ამ კუთხით გადაიჭრას. მით უმეტეს თუ უკრაინა ლაგდება ახლა და თავის ტკივილი აღარ ექნება უახლოეს 6 თვეში ვამბობ. შეიძლება რომ გაზაფხულისთვის მართლა დამთავრდეს. აი მე უკვე ხელმოღიარებული და წელში გამართული რუსეთი რო გამოიხედავს უკეთ სამხრეთ საზღვრებისკენ, იმის ნიშანი ხომ არ არის აფხაზეთისთან ესეთი ურთიერთობის დათბობა. ძალიან საინტერესო იქნება თუ თქვენ აზრს გააზიარებთ კომენტებში და მე კიდე დროებით დაგემშვიდობებით და მომავალ ვიდეოებამდე აუცილებლად დავაანონსებ, არამედ უკრაინაზე მინდა ჩავწერო მცირე ვიდეო, იმიტომ რომ ჩემი სენტიმენტები მაქვს ამ ქვეყნის მიმართ, ბევრი რამ აკავშირებს და აუცილებლად უკრაინაზეც ჩემ აზრს მოგახსენებთ. დღეს სულ ეს იყო, ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მეგობრები მეკითხებიან, რასაც კაპუნებ ჩართვა გამორთვისას, ანუ ვიდეოს დაწყების და დასრულებისას. და ეს არის უბრალოდ პულტი კამერის რა, როგორც ხედავთ, მონტაჟის გარეშე მიდის ეს ყველაფერი და ამით ვრთავ და ამით ვასრულებ ხოლმე ვიდეო გადაღებას. მოკლედ დროებით